მაშველებმა მტკვარში ორი პირის ცხედარი და ავტომობილი იპოვეს. ინფორმაცია მთავარ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ამ დრომდე გრძელდება კიდევ ერთი დაკარგულის ძებნა. საგანგებოს ცნობით, ავტომობილის მგზავრების ძებნის დროს მტკვარში კიდევ ორი ადამიანის, ქალისა და კაცის ცხედრები იპოვეს. საგანგებოს თქმით, ნაპოვნი ორი ცხედარი გადავარდნილ ავტომობილს არ უკავშირდება. გასულ ღამეს მტკვარში სამძებრო სამუშაოებისას აიტაჯ მამედოვის ცხედარი იპოვეს. 21 წლის გოგო 1 აპრილის შემდეგ იძებნებოდა. ზუგდიდში ავტომობილი 3 არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებულთაგან ერთი კომაშია, მეორეს თავზე ოპერაცია ჩაუტარდა. მესამე არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია. პუტინი არ ჩავა თურქეთში, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. მან უკვე დაამტკიცა დელეგაცია, რომელსაც პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. მარკო რუბიო და სტივ ვიტკოფი ანტალიაში ჩავიდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ტრამპის წარმომადგენელი ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებს დაესწრებიან.